კიდევ? აბა, თქვენ? აი მე მანდაც მიმყავს საუბარი. შეიძლება ნახეთ კლასში შეიძლება დავუშვათ რამდენი ბავშვი ხართ? მაქსიმუმ 29, ხო, ეგრეა სტანდარტი. დავუშვათ 29 ბავშვია კლასში. შეიძლება 25-26 უხაროდეს და 1-2 არ უხაროდეს. ხო შეიძლება ესეთი რაღაცას მოხდეს. და მაგრამ იმ 1 და 2-ს არ უხარია რის გამო, იცი, იმ 27-ის გამო. ხო მართალი? თან ახლა ჩვენ თუ დავაკვირდებით, აი ეგრეთ წოდებული ბულინგი, რაც ერთ-ერთმა თქვენმა მეგობარმა თქვა, დაცინვა, ჩაგვრა, ხო, ეს და იგივე, უფრო ქართულად ეს ეძღვის. ძირითადად ჩაგვრა და დაცინვა სად მიმდინარეობს? შენ საკუთარ კლასში. თუ სხვა პარალელები შემოვლენ ან სხვა კლასელები შემოვლენ და ისინი დაგცინიან და ჩაგრავენ, ისინი გეუბნებიან, ეგრა ტელეფონი გიჭირავს, ეგრანაირად გაწვია, რანაირად გამოიყურები, თუ ძირითადად შენი თანაკლასელები. მე ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო თანაკლასელები. იმიტომ რომ მთელი დღე ფაქტიურად მათთან გაქვს შეხება. დასვენებაზე 5-10 წუთი ვიღაცა თუ თავს მოკრავს, ის არ ამგონია, რომ მაგის გამო მოიცალოს. იშვიათი შემთხვევები იქაც შეიძლება იყოს, მაგრამ აიცით რისი თქმა მინდა, ვინც ჩაგრავს, მარტო ის კი არ აშავებს. ეხლა მე არ ამგონია ისეთი კლასი იყოს, რომ აი სიტყვაზე 29 ბავშვიანი კლასიდან 28 ერთს ჩაგრავდეს. ესეთი მე არ გამიგონია. მაგრამ იმ 29-დან დავუშვათ 4 ჩაგრავს ერთს. 5 დასცინის თუ რაღაცისას არ მოუწონებს თუ რაღაცის გამო აითვალწუნებს. მე კითხვა მიჩნდება, ის დანარჩენი 24 რას აკეთებს, რომელიც უყურებს, რომ 4 ბავშვი ერთ ჩაგრავს. რატო ხმას არ იღებს? თუ არ მოსწონს. და თუ მოსწონს ეს, მაშინ გამოდის, რომ თვითონაც ჩაგრავს. აჟავშაველას ლექსი ხო გახსოვთ? ის კი არ არის ბიჭობაო. დამჩაგრელებსა წყალობდეო. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, დაჩაგრულთათვის წვალობდეო. წვალობდე რას ნიშნავს? შენ ახლა გულში ფიქრობ, რომ მე რო ხმა მოვიღო, ეს 4 მეც ზედ მიმაყოლებს. მეც დამცინებენ, მეც დამჩაგრავენ, მეც გავხდები, ესე იგი, ის ობიექტი, რომელიც ვერ იგრძნობს თავს კარგად. ზუსტად ეგ არის, მაგ დროს რო გადადგავ მაინც ნაბიჯს და ესე იგი, მხარს დაუჭერ იმ დაჩაგროს, აი ბიჭობა ეგ არის. თორე ძალიან ადვილია, რომ ვისაც ჩაგრავენ იმის ხარეს კი არა, ჩაგვრელების ხარეზე დადგე. მაგრამ ეგ კაცობა არ არის, ეგ ბიჭობა არ არის, ეგ ადამიანობა არ არის. ხო და ამიტომაც აი ჩვენ ყველაზე მეტი რასაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ, ეს არის ჩვენი ღირსება, როგორც ადამიანის. ეს ღირსება ძალიან მნიშვნელოვანი. შეცდომები ჩვენ რა თქმა უნდა ყველას მოგდის, მაგრამ როდესაც ადამიანი თავის შეცდომას, თუნდაც ის 4, რომელიც ჩაგრავდა იმ ერთს, გააცნობიერებს თავის ღირსებას, თავის შეცდომას გააცნობიერებს და პატიებას ითხოვს, ეგ იქნება მათი ღირსება. ეგ იქნება მათი მხრიდან დიდი ადამიანური თვისების გამოხატულება. ხოლო თუ იტყვიან, რომ ესე იგი ჩვენ მართალი ვართ და ჩვენ არ მოვიშლით ამ საქციელს, ეგ იქნება უღირსი კაცის საქციელი. ეგ იქნება სუსტი ადამიანის საქციელი. სუსტი ადამიანი რატო ვახსენე? ახლა ნახეთ, ვისაც ჩაგრავენ ეს 4. ის ერთი ამ 4-ზე ძლიერი რო იყოს, მაინც შეძლებდნენ დაჩაგვრას, ვერ დაჩაგრავენ. და ესენი, ანუ ადამიანი დააკვირდით თქვენს, ვინც მიჩვეულია დაჩაგროს სხვა, თვითონ არის ძალიან სუსტი. სუსტი იმიტომ, რომ თავისზე ძლიერს კი ვერ გაუბედავს ეს. არამედ ვისაც შეატყო, რომ ერევა, აი იმის მიმართ აქვს დიდი გული. და ეგ ნიშნავს, რომ ძალიან სუსტია, ადამიანობაში ძალიან სუსტია, მოიკოჭრებს. კი, იმ ერთს აჯობეს, მაგრამ იმ ერთის ჯობნა ძლიერება სულაც არ ნიშნავს. ძლიერება ის იქნებოდა იმ ერთს, რომ წამოდგომაში დაეხმარებოდი და
ის ერთი, რომელიც იჩაგრება კლასში სრულფასოვან წევრად ჩათვლიდა თავს. აი ეგ იქნებოდა, დაგვროცეთ. აი ეგ იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. გესმით აი რას ვამბობ? ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, მე ვფიქრობ, ამაზე თქვენ არ გჭირდებათ მით უფრო მაღალ კლასელებს, მაგრამ მაინც სამწუხაროდ ჩვენ სკოლებში არის ეს პრობლემები. პრობლემები არის ხოლმე იმასთან დაკავშირებითაც, რომ ჩვენ ერთმანეთს ვაფასებთ რაღაცა მატერიალური ნიშნით. ხო არის ეს პრობლემაც. ვიღაცას უფრო მეტი შეუძლია, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ აი თქვენ ხო სამუშაო არც ერთს არ გაქვთ. არც ერთი არ შრომობთ. და თუ რამე გაქვთ, ვისგან გაქვთ, ვინ შრომობს? მშობლები შრომობენ. და მშობლები რისთვის შრომობენ? იმისთვის, რომ თქვენი თავის სხვაზე უმეტესად წარმოიდგინოთ, ანუ მშობლები თქვენს დასაღუპად შრომობენ? ეგრე არა, ზოგში არ შრომობენ, მე ვიცი, მაგრამ თითქოს შედეგი ესე გამოდის, რომ მშობელი შრომობს, რომ შენ კარგად იყო, ზოგ და ხშირ შემთხვევაში ჩვენს ახირებებსაც აკმაყოფილებს, რომ ჩვენ ასეთი რაღაც გვინდა, ისეთი ნივთი გვინდა. მერე რა ხდება? მოვდივართ და იმ ბავშვის, რომელსაც არ აყავს ისეთი შეძლებული მშობელი, შეიძლება ჩვენ რო გვყავს და არ აქვს ისეთი ნივთები ჩვენ რო გვაქვს, ვიწყებთ იმის ზემოდან ყურებას. და რის გამო რა დააშავა? ან მისმა მშობელმა რა დააშავა, რომ არ აქვს ის შესაძლებლობა, რომ ის დაუკმაყოფილოს სურვილი. ან რა დააშავა მისმა მშობელმა, რომელიც ცდილობს სწორად აღზარდოს შვილი და მისცეს ის, რაც ჭირდება და არ მისცეს ის, რაც აიხირა და არ ჭირდება. აი მაგალითისთვის ვიტყვი. ჩვენ ახლა ვცდილობთ ხოლმე, რომ ბოლო მოდელის ტელეფონი გქონდეს, აი სხვას რო დაუნახე ის გქონდეს. ეხლა მაგალითად აი ამ პატარა კუდრაჭას ფეხი აქვს ალბათ 27-38 ზომა. სწორად ვამბობ, შეიძლება უფრო პატარაც. მაგრამ სიტყვაზე 38 აქვს ვიღაცას. და დაუნახა, რომ 42 აქვს ვიღაცას ფეხი. ეხლა დედას რო უთხრას, რომ აი მეც მაგ ხელად უფლები ფეხსაცმელი მჭირდება. სწორი იქნება? ხო არ იქნება. ის მას ჭირდება და იმიტომ აქვს. შენ 38 თუ ყოფნის, უნდა თქვა, რომ მეტი არ არის საჭირო. ეხლა ადამიანი იტყვის, რა საჭიროა ასეთი შედარება, სად ტელეფონი და სად ფეხსაცმელი. სწორედაც რომ საჭიროა, თუ შენ რაღაცა საქმეში არ გჭირდება, ის არის ყველაფერი ზედმეტი. რაც არ გჭირდება. ეხლა მაგალითად აი მელოდ კაცს სავარცხელი ხო არ ჭირდება. და რო იშრომოს იმისთვის, რომ ეს სავარცხელი იყიდოს. ტელეფონი, რომელიც რეკავს, რომელიც გამოსახულებასაც კარგად აჩვენებს, არ არის დაზიანებული. რატო უნდა აშრომო მშობელი ზედმეტად იმის გამო, რომ შენი უბრალოდ ახირება დაიკმაყოფილო. და ამიტომაც აი ამით ნუ შევაფასებთ ნურავის და ეგ სულაც არ არის გამსაზღვრელი. პირიქით იცი რა ვიფიქროთ, რომ აი დავუშვათ მე ყოველდღე თუ ყოველთვე თუ ყოველკვირა ახალი რაღაც მაცვია, დავუშვათ მოწესრიგებული. და სხვას, რომელსაც შეიძლება ეგეთი ახალი არაცვია ხშირად, ან შეიძლება სულაც დასრული აცვია. ეხლა ვის სიამოვნებს დასრული ტანისამოსით სკოლაში მისვლა, ვინმე სიამოვნებს. პირიქით ხო როგორ უხერხულობას გძნობ, რომ დავუშვათ გახეული გაქვთ თუ დასრული გაქვთ, ასეთით რომ მიდიხარ თუ ძველია და დავუშვათ გერიდება. თუმცა ძველის ჩაცმა მოსარიდებელი ნამდვილად არ არის. ეხლა ეს ჩვენ ვართ, რომ აი რაღაცა სულ ახლები გვინდა თორე. აი მაგალითად ჩემს პატარაობაში და კიდევ უფრო ადრე ჩემი მშობლების ახალგაზრდობის დროს, აი თქვენს პაპაბებიებს შეეკითხეთ. ესე იგი, მით უმეტეს სამამულო ომის დროს ადამიანს ერთი ხელი შესამოსელი ჰქონდა. იმითი დადიოდა ბაღში, რომ შეეწამლა ვენახი თუ ხეხილი, იმითი დადიოდა ქორწილში. ხო და ეხლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი დღეს თუ ისეთი მაცვია, რომ წინა თვეშიც ეგმეცვა, წინა სეზონზე ეგმეცვა. ხო, ეგ ძალიან დიდი შეცდომაა. და თუ ვინმე ასეთი მოდის, რომ უჭირს, რომ ხედავთ, ჩვენ იმაზე კი არ უნდა დავფიქრდეთ, რომ მასზე უკეთესი ვართ. არამედ უნდა დავფიქრდეთ, რომ ნეტა რა ხდება ამის ოჯახში, რომ
ეს ვერ მოწესრიგდა და ვერ მოვიდა. გესმით, აი იმის ადგილზე რომ შენ დააყენებ საკუთარ თავს, ეგ არის შენი ღირსება. ის კი არა შენ მასზე უფრო ლამაზი რო გაცვია რაღაც. ვირიქით, უნდა გერიდებოდეს კიდეც ადამიანს კლასში თუ, აი სიტყვაზე ვამბობ, კლასში თუ ყველას ესეთი აცვია, დავუშვათ 50 ლარი ღირს რაღაცა ფეხსაცმელი და ყველას ასეთები აცვია. შენ რო 200 ლარიანით შეხვალ, თავის ხებზე უკეთესი კი არ უნდა გეგონო, შენ უნდა გერიდებოდეს იმითი შესვლა. აი გარი ადამიანობა, არამც თუ თავი არ უნდა გადაამეტო ვინმეს, არამედ შენ უნდა გერიდებოდეს, რომ ასეთით შეხვედი იმ კლასში, სადაც ყველას დაბალ ფასიანი აცვია. ოტია იოსელიანი ხო გაგონიათ? ნახეთ რას ამბობდა. თუ შენს მეზობელსო ჭრაქიც არა აქვს რომ აანთოსო, შენ ჭაღს ნუ ააბრიალებ. იმას თუ ისიც არა აქვს რაღაც ცეცხლი აანთოს და იმითი გაანათოს, შენ უხელა ჭაღს ნუ ჩამოკიდებ და იმიტომ რომ თქვენ ხო მეზობლები ხართ. აი ამ ხელა უთანასწორობა არა ადამიანური საქციელების გამოხატულებაა და მეტი არაფერი. ისე რომ ჩვენ არავისზე მეტი არა ვართ და არავისზე ნაკლები არა ვართ. აი ეს უნდა დავინახოთ რომ და თუნდაც მოდი ახლა იმ ბავშვის მხრიდან. დავუშვათ ჩვენ ვართ ის ბავშვი, რომელსაც რაღაცის გამო დაგვცინიან. ჩვენი შეხედულების, ჩვენი ტანისამოსის, ჩვენი მატერიალური მდგომარეობის თუ რაღაც ნებისმიერ რაღაცის გამო. ჩვენ ვიცოდეთ, რომ მათი მხრიდან ჩვენი დაცინვა ჩვენს ღირსებას არ აკნინებს. ამით ჩვენ არ პატარავდებით. ჩვენ ისეთივე ღირსეული ადამიანები ვართ. ჩვენს ღირსებას აკნინებს ჩვენი დამოკიდებულება სხვის მიმართ და არა სხვისი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. გესმით, აი და ჩვენ თუ გვაქვს სწორი დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ, ესე იგი ღირსეული ადამიანები ვართ და მიუხედავად იმისა, სხვა როგორ გექცევა. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვართ ქრისტიანები. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ სხვა ცუდად მომექცა და მეც მაგიტომ ცუდად მოვეკეც. ესე იგი რა გამოდის? ჩვენი ქრისტიანობა და ჩვენი ღირსება დამოკიდებულია არა ჩვენს გადაწყვეტილებაზე, არამედ იმაზე ის როგორ მოგვექცა. და ჩვენ ყოველთვის მერყევი ვიქნებით. აჰა, ვინც კარგა მოგვექცა, კარგად მოვექცეთ, ვინც ცუდად მოგვექცა, ის ცუდად მაშინ რა გამოდის? ჩვენ აი ძალიან მერყევი ვართ. ჩვენ არ ვიცით ჩვენი ადგილი. ჩვენ არ ვიცით ჩვენი ღირსება. და ჩვენ საქციელს ამ შემთხვევაში განსაზღვრავს არა ჩვენი არჩევანი, არამედ სხვისი ქმედება. და სხვა როდის როგორ მოგექცევა, კაცმა არ იცის. ამიტომ შენ ის უნდა იცოდე, როგორ მოექცე. აი ეს არის ღირსეული კაცის თვისება, ესე იგი და ჩვენ თუ შევხედავთ, რომ კლასში ყველა გძნობს თავს აი ამ ოჯახის წევრად, ყველასთვის იქნება სიხარული აქ მოსვლა. ყველა ბავშვისთვის სიხარული იქნება აქ მოსვლა. და ხა ბავშვი რომელიც წარმოედგინათ, რა თქვენ ამბობთ, რომ მეგობრების გულისთვის გვიყვარს მოსვლა და ზედმეტ სასწაულს გვაძლევენ, იმიტომ არ გვიყვარს მოსვლა. და ის ბავშვი, რომელსაც ჩვენ დავცინით, იმას არ ზედმეტი სწავლისთვის არ უყვარს და აღარც მეგობრებისთვის, იმიტომ რომ მოდის, იმიტომ რომ დასცინონ. ერთადერთი იძულებულია რომ მოვიდეს. გესმით, აი სახლიდან უშვებენ რა ქნას. უნდა მოვიდეს. და გამოდის რომ რა, სკოლა გამოდის მისთვის ციხე, რომლის კარები ძღია, მაგრამ სკოლიდან მაინც ვერ მიდის. და როგორ იტანჯება მე ეგეთი ბავშვი? უბრალოდ დააკვირდით. ისე რომ აი თქვენ უნდა ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც კლასში შევდივართ, ჩვენ რო გახარებული ვართ, აქცენტი მაგაზე კი არ უნდა გაკეთდეს. არამედ უნდა შევხედოთ კლასში ყველა გახარებულია, იქნებ ვიღაცას რაღაც უჭირს. აი ბავშვს რო დაინახავ, რომელიც ხალისიანია და იმ დღეს რაღაც ვერ არის იმ ხალისზე, რაღაც ჩაფიქრებულია, მოწყენილია. ხო უნდა დაგაფიქროს, რატოა ეგრე? კი, შენ შეიძლება იმ დღეს ძალიან სასიხარულო ამბები გელოდება სკოლიდან, რომ წახვალ და წინასწარ გიხარია, მაგრამ
იქნებ იმას პირიქით განსაცდელი ელოდება სკოლიდან რომელიც იქნებ ვიღაც ავად გავხდა, იქნებ რაღაც გასაჭირის და საფიქრალის წინაშე დგას. რომ მიხვალ და მოეფერები შენი სიხარული მაგითი გაიზრდება. წუხელად ვამბობდით, ესე იგი, იქ შეხვედრა გქონდა და დეპრესია გაგგონიათ რა არის. აი მოდი ვთქვათ რა არის დეპრესია თქვენი აზრით. ნუ ეხლა მე არ ვამბობ ამის სამედიცინო განმარტებას, ჩვენ არა მეც არა ვარ სამედიცინო კუთხით განათლებული და უბრალოდ აი რაში ვლინდება ხოლმე დეპრესია. რა არის თქვენი აზრით? როგორ არის ამ დროს ადამიანი? ჩემი აზრით ადამიანი ახლოს ნერვიულობს და განიცდის. ნერვიულობს და განიცდის. კი და აბა რა შეგიძლია თქვა? ცხოვრება დაენგრევა. სასწარკვეთილება ანუ იმედის დაკარგვა. ხო იმედი რომ დაკარგული აქვს. თქვენ რას ამბობდით? რაღაც ამბობდით? აბა კიდე ვინ არის გაბედული? ამას გაბედული, ეხლა თქვენ ზოგიერთი იცით რატო ვერ ამბობთ თქვენ აზრს? გონიათ რომ აი იმან ესე არ თქვას. როგორ გამომივა ჩემი აზრის დაფიქსირება და რა პრობლემაა? უნდა თქვა, აბა? როდესაც ცუდად ხარ და რაღაცაზე ნერვიულობ. და ერთ საინტერესო განსაზღვრებას წავაწყდი, რომელიც ჩემთვის პირადად მართლაც აღმოჩენა იყო. არსებობს ერთი ასეთი წმინდანი, ათონის მთაზე მოღვაწეობდა. ათონის მთა არის საბერძნეთში, იქ არის ნახევარკუნძულია, ქალკიდიკის ნახევარკუნძული, ათონზე ნამყოფი ხარ და ესე იგი მხოლოდ ბერები მოღვაწეობენ. იქ არის ასევე ქართველთა მონასტერი ივერონი. ხო გაგონია თორნიკე ერისთავი. გაგონიათ აი სწორედ თორნიკე ერისთავმა რომ გაიმარჯვა ბარდას კლიაროსზე, აი ამ შემოწირულობით ქართველმა ბერებმა ააშენეს მონასტერი, ქართველთა მონასტერი და ივერონი სწორედ ქართველთა მონასტერს ნიშნავს. აი ამ ათონის მთაზე მოღვაწეობდა ასეთი წმინდანი, წმინდა პორფირი კავსოკალიველი. კავსოკალივიაც ერთ-ერთი ადგილმდებარეობის დასახელება. ის ასეთ რამეს ამბობდა დეპრესიასთან დაკავშირებით. დეპრესია არისო გაუცემელი სიყვარულია. ანუ როდესაც შენ ადამიანი შეგიძლია რომ სხვის მიმართ სიკეთე გამოიჩინო, დაეხმარო, ანუ გეშო და ამ ყველაფერს არ გააკეთებ. განა არ შეგიძლია და არ გააკეთებ, რომ შეგიძლია და არ გააკეთებ. აი გარიო დეპრესია. და ესე იგი ამ ყველაფრიდან გამომდინარე რა გამო საშველი რა არის? აი დავუშვათ ცუდად ვართ, იმ სასოწარკვეთილი ვართ, რაღაცაზე ნერვიულობთ, როგორც ეს გოგონა ამბობდა, ცუდად ვართ. საშველი რა ყოფილა? შენ უნდა გასცე. სხვებისგან კი არ უნდა ელოდო, რომ ვინმე მოვიდეს, განუგეშოს და შენ უნდა გასცე ის სიყვარული, რაც დაგროვდა შენში და არ გაეცი. და ასე ნელ-ნელა. ახლა კაცი იფიქრებს, მე თვითონ ცუდად ვარ და სხვაზე ვიფიქრო და ცუდად იქნება იმიტომ ხარ, რომ სხვაზე არ იფიქრე. სხვაზე ფიქრს მოაქვს სიხარული. აი ამაშია ყველაფერი. შენზე რო ზრუნავენ, ეს ხორციელი სიხარულია. მაგრამ შენ რო სხვაზე ზრუნავ, ეს სულიერი სიხარულია, ეს გაცილებით მეტია. ეს ორი ერთმანეთს არ შეიძლება რომ შეადარო. არ შეიძლება რომ ეს ორი შეადარო. სულიერი სიხარული გაცილებით დიდია, გაცილებით უფრო მეტად ავსებს ადამიანს. ხორციელი კი არის დროებითი. უცბად მოდის და უცბად მიდის. და არც ის სიტკბო არ ახლავს ხორციელ სიხარულს. მაგრამ აი ვისაც შინაგანად ეს სულიერი სიხარული აქვს, ის არის ბედნიერი. ბედნიერი ის არის. შენ რომ აი ჩვენ თუ გვინდა რომ სკოლაში გვიხაროდეს მოსვლა, ჩვენ უნდა ერთმანეთს სიყვარულით მოვექცეთ. ერთმანეთის ადგილზე უნდა დავაყენოთ ჩვენი თავი. კიდევ მასწავლებლის ადგილზეც უნდა დავაყენოთ ჩვენი თავი. მასწავლებელმა მოსწავლის ადგილზე ერთმა ბავშვმა თქვა მასწავლებლების გამო მიყვარსო, თუ არ მიყვარსო რაღაცა ესეთი თქვა. რომელი თქვა? კიო, მიყვარსო, კი. მასწავლებელმა ჩვენს ადგილზე უნდა დააყენოს
საკუთარი თავი. აი ჩვენ ხო ყველას სახში რომ მე მაგალითად ესე ვიყავი ხო. დედა ბაზრობაზე მუშაობდა და იქიდან რომ დაღლილი მოვიდოდა, აი ეგ ჩემთვის იყო ხოლმე ძალიან ძიმე შემთხვევა, აი დაღლილი რომ მოწყენილი მოვიდოდა. მე ძალიან ცუდად ვიყავი ხოლმე ამის გამო. თუ მოხდებოდა ხოლმე ისე რომ დედა იმ დღეს არ წავიდოდა და სახლში იყო და დასვენებული იყო და მე ამას ხედავდი, ეს ჩემთვის იყო დღესასწაული. რატო ვამბობ ახლა ამას ნახეთ? ჩვენ ხო გვინდა რომ დედა ხალისიანი იყოს, გახარებული იყოს და ის მასწავლებელი ხო ვიღაცის დედა არის. ის რო სახლში მივა ჩვენგან გახარებული, თავისი შვილი, მისი შვილიც ხო გაიხარებს მაგით. ჩვენი მასწავლებელი ჩვენგან განერვიულებული რომ სახლში მივა, მისი შვილიც ხო დამწუხრდება მაგით. ისე რომ ჩვენ თუ მასწავლებელს შევხედოთ როგორც საკუთარ დედას და ესე მოვექცევთ, მიუხედავად იმისა, ის როგორ გვექცევა ჩვენ. ახლა წეგან რაც თქვი, ის ასე მომექცა და მეც ამიტომ მიუხედავად იმისა, ის როგორ გვექცევა, ჩვენ თუ დედასავით ვექცევით, ეგ დიდი ამბავია. და მასწავლებელიც პირიქით, თუ ისე ექცევა მოსწავლეს, როგორც შვილს მოექცევა და მიუხედავად მისი ასეთი თუ ისეთი საქციელის. აი ისიც იმიტომ რომ მის შვილსაც ხო უნდა რომ ვიღაცა კარგად მოექცეს. და თვითონაც თქვენ რომ გაიზრდებით და ვინ იცის რამდენი თქვენგანი მასწავლებლობას აირჩევს, აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა მიიღო როგორც შვილი. როგორც შვილი ასე მიიღო და ისე მოექცა. რა თქმა უნდა შვილს თავისი შეცდომებიც ექნება, თავისი სიხარულიც ექნება და ყველაფერი. აბა ვნახოთ თქვენი შეკითხვები. აქ არის 5-ია? არა. მადლობა. ჩვენ 2:30-მდე გვაქვს დრო? არა? თუ ცოდვას ჩაიდენ ბევრჯერ და ეს ცოდვა ბინძური იქნება, რა მოგივა? მოგიტევს უფალი თუ ეკლესიაში სიარული მოგიწევს? ცოტა საინტერესო ერთი მხრივ და მეორე მხრივ ღიმილის მომგვრელი რატომ? ესე იგი, თუ მოგიტევებს ისედაც, მაშინ რა გინდა ეკლესიაში რომ მიხვიდე? თუ არა და უნდა იარო ესე. ანუ ეგ ესე იგი, პირდაპირ მოგარჩენს თუ საავადმყოფოში მოგიწევს სიარული. იცით რა არის? ეკლესია ღვთისგან არის დაარსებული. ჩვენ არ უნდა გავყოთ ეკლესია და ღმერთი. პირველი ეკლესია ვინ იყო, იცით? ეხლა ხო აღდგომის დღესასწაული იყო, აღდგომიდან 40 დღეს ხო უფალი ამაღლდა ზეცად და თავის მოწაფეებს აღუთქვა, შეპირდა, რომ არ განეშოროთ იერუსალიმს და აღუთქვა, რომ სულიწმინდა გადმოვა თქვენზე და აი შეიმოსებით აი ამ ძალმოსილებით და მართლაც მე-10 დღეს ამაღლებიდან, ანუ აღდგომიდან 50 დღეს მოციქულები შეკრებილი არიან სიონის მთაზე, იერუსალიმთან და მათზე გადმოვიდა სულიწმინდა ცეცხლოვანი ენების სახით. აი ეს კრებული იყო პირველი ეკლესია. ეს ღვთისგან არის დაარსებული. გესმით? ღმერთმა უთხრა თავის მოწაფეებს, იესო ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეებს, მე თქვენ გაძლევთ სასუფევლის გასაღებს. ვისაც თქვენ მიუტევებთ მიწაზე, აი სადაც ჩვენ ვართ, მიტევებული იქნება ზეცაშიც. ვისაც თქვენ არ მიუტევებთ, არ იქნება მიტევებული. ეხლა ვის არ მიუტევებს მოციქული? ვინც არ მივა და შენდობას არ ითხოვს, ხო მართალია? ხო და ამიტომაც აი უფალმა ეს გითხრა რომ თუ მიხარ სასულიერო პირთან შენდობას ითხოვ, ღმერთი მოგიტევებს. ეს გზა გასწავლა უფალმა. ღმერთი მზად არის გაპატიოს. ჩვენ ზოგჯერ წარმოვიდგენთ ხოლმე, რომ ღმერთი ჩასაფრებულია და რაღაცას რო დავაშავებთ, უნდა რომ დაგვსაჯოს. ღმერთი ამისთვის კი არ არის ჩასაფრებული. პირიქით, ჩასაფრებულია, რომ რაღაც სიკეთე გიპოვოს და იმითი გაცხოვნოს. რაღაცა სინანული გიპოვოს. აი მაგალითად, ქრისტეს მარჯვნივ და მარცხნივ რო ავაზაკები იყვნენ ჯვარცმული, ხო გაგიგონიათ?
3 ადამიანი იყო ჯვარცმული ქრისტესთან ერთად 2, სულ 3. აი მარჯვნივ მყოფმა ავაზაკმა მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა: უფალო, მომიხსენეს, ოდეს მოხვიდეს უფევითა შენით. და ღმერთად აღიარა იგი. აი ამითი გადარჩა და ამითი ცხონდა. მთელი ცხოვრება რო ავაზაკობდა, აი ბოლო წამებში საკვირველი სახით გადარჩა. ესმით. ამიტომ უფალს უნდა რომ შენ სიკეთე გქონდეს, რომ ამითი გაცხონოს. დააშავე, როგორ რაც არ უნდა დაგეშავებინა, შენ თუ ნანოფ ამ ცოდვას და აღიარებ, ღმერთს შეუძლია რომ გაწმინდოს შენი ცოდვები და მოგიტევოს. მაგრამ სინანული ასევე ნიშნავს, რომ როდესაც რაღაცას ნანოფ, ეცადო რომ აღარ გააკეთო. თუ უბრალოდ ამბობ, რომ მე დავაშავე და არ ზრუნავ იმაზე, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს, ეგ უკვე ჩვენი მხრიდან არის ღალატი. ეგ ჩვენი მხრიდან ღალატი. იმიტომ რომ თითქოს ნანობთ რაღაცას, მაგრამ არ ვცდილობთ ამის შეცვლას. აი მაგალითისთვის ვიტყვი, დავუშვათ აი გოგონებს რაღაცა კონცერტი გაქვთ, ზეიმი გაქვთ და დავუშვათ გენერალური რეპეტიციის დღე დადგა, ანუ წინა საღამოს ერთხელ კიდე უნდა ყველაფერი გაიმეოროთ და დავუშვათ რომელიღაცა ჩვენგანმა ტექსტი არ იცის სიმღერის. არა და ეს ისეთი დღეა, რომ ყველაფერი ზედმიწევნით, ანუ ფაქტიურად იგივე ზეიმი უნდა იყოს, რაც მეორე დღეს. დავუშვათ რომელიღაც ჩვენგანმა არ იცის ტექსტი. და ჩვენ ვამბობთ, რომ კი მე ცუდად მოვიქეცი, რომ არ ვისწავლე. და მოხვიდე მეორე დღეს და არც მეორე დღეს არ იცოდე. ხო ღალატი იქნება. კი გაბატია სიმღერს, მაგრამ მეორე დღესთვისაც რომ არ იზრუნე, რომ გესწავლა, ხო ღალატი. მაგრამ თუ იტყოდი, რომ მე დავაშავე, რომ არ ვისწავლე და იმ საღამოთივე დაждდებოდი და აი დაიზეპირებდი, ეგ ნიშნავს, რომ შენ მართლაც ნანობდი შენს შეცდომას. რა არის ერთი რჩევა, რასაც ყველა ახალგაზრდას მისცემდით. მე ყველა ახალგაზრდას იმ რჩევას მივცემდი, რომ ესე იგი ღირსება არ დაგვეკარგოს. ღირსება არ დაგვეკარგოს. აი ყველაფრის დაკარგვა ადვილად დათმობს კაცს. მაგრამ აი იოსებ ნონეშვილი, გაგონიათ იოსებ ნონეშვილის ერთი კუპლეტი მიყვარს ძალიან ესე. ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი. ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი. წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე, ესეც თურმე გმირობაა დიდი. ასე ამბობს. წარმოიდგინეთ, აი წუთისოფელში ღირსეულ კაცად დარჩე ბოლომდე, ეს არის დიდი გმირობა. აი ამას უსურებ. შეცდომები, რა თქმა უნდა, გვექნება, მაგრამ ამ შეცდომების აღიარებაც ღირსება და ამისი გამოსწორება. შეიძლება ამ რჩევას მივცემთ. მოდი ამას აქეთ დავიდებ, რომ უფრო იოლად გამარჯობა, ჩემი სახელია ლუკა ხარაიშვილი, მე-7 A კლასიდან. მაინტერესებს რითი განსხვავდება მამაო ბერი და მონაზონი ერთმანეთისგან. ვიცი რომ ბერს არ მოყავს ცოლი და არ ყავს ოჯახი და ის ცხოვრობს ეკლესიაში. და რითი განსხვავდება ბერი მონაზნისგან და ასე შემდეგ. ბერი რითი არაფრით არ განსხვავდება კაცმა რო თქვას. ბერი და მონაზონი რას ნიშნავს? მონოს არის ერთი, ხოლო, ხო ეგრეა, ხო ცოტა. ზოი არის სიცოცხლე, ბერძნული სიტყვები. მონაზონი ნიშნავს მარტო მცხოვრებს. მონაზონი შეიძლება მამაკაციც იყოს და დედაკაციც. ანუ მონაზონი მხოლოდ დედაკაც კი არ ეწოდება. მე პატარობაში ესეც წარმოდგენა მქონდა, რომ ბერი ერქვა კაცს და მონაზონი ერქვა მანდილოსანი, რომელიც ოჯახიდან მიდის და განმარტოებით მონასტერში ცხოვრობს. სინამდვილეში მონაზონი ქვია ერთსაც და მეორესაც. აი მაგალითად ხო გაიგონიათ მღვდელ მონაზონი. მღვდელ მონაზონი მღვდელია, რომელიც თან ესე იგი მონასტერში ცხოვრობს. ახლა მანდილოსანი ხო ვერ იქნება მღვდელი, არა? და რა თქმა უნდა, ამ მამაკაც ასევე ბერსაც უწოდებენ. ბერსაც დედაკაცს არ უწოდებენ ბერს.
ისე რომ აი მონაზონი არის ყველა მნიშვნელოვანი სიტყვა და ორივეს ერთნაირად მიესადაგება მამაკაცსაც დედაკაცსაც ესენი ერში არ ცხოვრობენ მონასტერში ცხოვრობენ მათ უარი დგეს დაოჯახებაზე ან არის ხოლმე ასეთი შემთხვევაც რომ ვიღაცა შეიძლება ცოლ-შვილი ყავდეს მაგრამ მაინც გადაწყვიტოს რომ მონასტერში წავიდეს საცხოვრებლად ოღონდ აი ამ გადაწყვეტილებას თუ დასაოჯახებელი ადამიანი მხოლოდ თვითონ იღებს დაოჯახებული მხოლოდ თვითონ ვეღარ იღებს ამ გადაწყვეტილებას არამედ მეუღლის თანხმობა აუცილებელი დავუშვათ მანდილოსანი მიდის მონასტერში თავის ქმარს აუცილებლად მისი თანხმობა უნდა ქონდეს კაცი მიდის ცოლის თანხმობა უნდა ქონდეს იმიტომ რომ ისინი ერთნი არიან და შენ მარტო გადაწყვეტილების მიღების უფლება არ გაქვს იმიტომ რომ დაოჯახდით ხო ერთნი ხარ და შენ კი შეგიძლია წახვიდე ცალკე იცხოვრო მაგრამ მეორე მხრივ იმასაც ხო მარტო ტოვებ და ხა შეუძლია იმას ესე მარტო გააგრძელოს ცხოვრება ამიტომ ორივე თუ იპოვის თავის თავში ამის ძალას მაშინ ესეთი შემთხვევებიც არის თუ ადამიანს უყვარ ხარ და შენ იგივეს ვერ გძნობ მის მიმართ და ის იტანჯება ცოდვაო? ცოდვა არ არის რა თქმა ანუ ეს როგორც ჩანს უფრო მიჯნურულ სიყვარულს ეხება იცი რა არის ცოდვა არ არის თუ შენ არ გიყვარს მაგრამ ცოდვა ის იქნება თუ ადამიანი მეორე ადამიანის გრძნობებით ითამაშებს გულწრფელი უნდა იყოს თუ არ გიყვარს უნდა თქვა რომ არ გიყვარს თუ გიყვარს მაშინ უნდა თქვა რომ გიყვარს თუ არ გიყვარს და თამაშობ რომ თითქოს გიყვარს აი ამითი კი იტანჯება და ეს ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ და თუ აკეთებთ უნდა შევწყვიტოთ ეს არ შეიძლება მარტო იმის გამო რომ მას ჩვენ უყვარვართ და რაღაცა მაინც ჩვენ იმედი მივცეთ ეს ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ეს არ შეიძლება ამითი მართლაც დაიტანჯება თუ არ გიყვარს და არანაირი სიმპათია არ გაქვს და უნდა უთხრა რომ ჩვენ შორის არ მოხდება ეს და მან ერთხელ და სამუდამოდ იცოდეს და არც იმედი არ ქონდეს. გადაიტანს როგორმე. ჩვენს რო გითხრან ასე ჩვენს გადავიტანს. ვინიც ის იქნება რამდენჯერ გადატანილიც გვაქვს, მაგრამ ხდება ყველაფრის გადალახა და ეწოდინება მაინც რომ ნუ ეს არ გაგრძელდება ურთიერთობა. მაგრამ აი თან რო ფიქრობ გაგრძელდება თუ არ გაგრძელდება, მაშინ უკვე იტანჯება. ისე ერთმანეთის გზნობებით არ ითამაშოთ. როგორ ვიპოვო ბალანსი გართობასა და სპორტულ კარიერაში? იცით რა არის, თუ რაღაცა სპორტზე მხოლოდ გასართობად დადიხართ, ეს ცუდი არ არის, იმიტომ რომ ეს ჯანმრთელობას გინარჩუნებთ და ძალიან მნიშვნელოვანია, ესე იგი, ჯანსაღი ცხოვრება. და ამ შემთხვევაში საკუთარ თავს ძალიანაც რომ არ დააძალო, არაფერი არ დაშავდება. ეს ჯანმრთელობა მაინც გექნება, მაგრამ თუ სპორტს უყურებ როგორც უკვე შენ ცხოვრების ნაწილს და შენ ანუ კარიერას როგორც ამბობთ, აქ ფიქრობ რომ გააგრძელო, იქ მარტო გასართობად სიარული უკვე აღარ ივარგებს. იმიტომ რომ შენ თუ გასართობად ივლი, სხვა მთელ სულსა და გულს ჩადებს იმაში. და ასპარეზზე რო გახოთ, იქ რა მოხდება მე? რაც მოხდება კი იცით. ვინც გასართობად დადის, იმას ისევ გასართობად გამოუშვებენ და ამ მეორეს შემდეგ ეტაპზე გადაიყვანენ. ისე რომ მაიკლ ტაისონი ხო გაიგონიათ? დიდი მოკრივე, ნუ თქვენ რომ პატარები იყავით, მან უკვე სადღაც მაშინ დაასრულა თავისი კარიერა, მაგრამ მაიკლ ტაისონი ძალიან დიდი მოკრივე იყო, ესე იგი და მან თქვა ასეთი სიტყვები. დისციპლინის გარეშე შეუძლებელიაო რომ სპორტსმენმა რამეს მიაღწიოსო და ეხა მნიშვნელოვანი ის არის. ეხა ჩვენ შეიძლება ყველა სხვადასხვანაირად გვესმის დისციპლინა რა არის, მაგრამ აი მას როგორ ესმის რა არის დისციპლინა, იმას ვიტყვი. დისციპლინა არისო, რაც ყველაზე მეტად გეზარება, აკეთო ისე თითქოს ყველაზე მეტად გიყვარს. აი დილით ადგომა გეზარება, თავი გიგდება, ისე წამოხდე გეგონება იმაზე მეტად არაფერი არ გიყვარს. ვარჯიში გეზარება, ისე ივარჯიშო და დაიხარჯო, თითქოს აი ეს ბედნიერებას განიჭებს.
აი ეს არისო დისციპლინა და ამის გარეშე ვერ მიაღწევს. თორე ეგრე სპორტსმენები რამდენია, მაგრამ ყველა მიაღწია. და საკითხავია, ყველა ერთნაირი გულით მიუდგა საქმეს? არ მიუდგა. მე მაწუხებს ჩემი საქციელები, ვცდილობ რომ გამოვსწორდე, მაგრამ ჩემს სიბრაზეს ვერ ვაკონტროლებ. კითხვა მაქვს თუ როგორ ვაკონტროლო ჩემი საქციელები. იცით რა არის, ძალიან ეხმარება ადამიანს აღსარების თქმა. მოიწყინა მიკროფონი. ძალიან ეხმარება ადამიანს აღსარების თქმა. როდესაც ადამიანი აღსარებას ამბობს, ეგ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ დაავადებას რაღაც წამალი დაადა. წამლის გარეშე განკურნება ხო ძალიან ძნელია და აღსარებაში მოქმედებს ღვთის მადლი. მადლი, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკრულევანთა აღმავსებელი. ჩვენში თუ რამე უძლურება, ეს მადლი კურნავს ჩვენში თუ უძლურება. თუ რამე ნაკრულევანება, ეს მადლი ამოავსებს და ჩვენ უფრო გვიადვილდება იმის გაკეთება, რაც აღსარების გარეშე შეუძლებელი გვეჩვენებოდა. რამდენი წლიდან არის შესაძლებელი რომ ბავშვმა მარხვა დაიცვას? ეს სურვილზეც არის დამოკიდებული. არიან ბავშვები 8 წლისებით ოთხშაბათს და პარასკევს მარხულობენ, 10 წლისებით, 11 წლისებით. ეს უშუალოდ ბავშვის და მოძღვრის პირადი ურთიერთობის და გადაწყვეტილების მიღების საკითხი. უშუალოდ მოძღვართან შეიძლება ამის შეთანხმება, იმიტომ რომ ჩვენ ხო ერთმანეთისგან განსხვავდებით. რომელიღაც ბავშვი შეიძლება 8 წლის ბავშვს იმაზე მეტი ესმოდეს, ხას რომ 10 წლისას ესმის, გესმით? და ასე შემდეგ. ვინ არის სტიქაროსანი და რისი შესწავლა სჭირდება იმ ადამიანს, რომელსაც სურს სტიქაროსნად გახდომა? სტიქაროსანი არის, ხოგვარად მნათე ეწოდება კიდე ამას. არის ადამიანი, რომელიც მოძღვართან ერთად საკურთხეველში დგას და მოძღვარს ეხმარება საღვთო ლიტურგიის თუ ლოცვის აღსრულებაში. დამხმარეა და სიმბოლურად ეს ანგელოზს განასახიერებს. სტიქაროსანმა უნდა იცოდეს ძველი ქართული კითხვა უნდა იცოდეს, რადგან საერთოდ ღვთისმსახურებაში ყველაფერი ძველ ქართულად იკითხება. აი ნუსხა ხუცური და ასომთავრული დამწერლობები. ჩვენ სკოლაში რასაც ვკითხულობთ, აი თქვენი შეკითხვები როგორც დაწერთ, ამას ხომ მხედრული დამწერლობა ეწოდება. და იმას ეწოდება ნუსხა ხუცური და ასომთავრული. ეს უნდა იცოდეს, კიდევ მსახურების მიმდინარეობა უნდა იცოდეს. აბა სხვანაირად როგორ მიეხმარება, ხო? ეს ცოტა ვრცელი წერილია და ხმამაღლა წავიკითხო თუ პირადი ამბებია. ადი რადგან წერია, ესე იგი ხმამაღლა უნდა წავიკითხო. თუმცა თუ გნებავთ სახელს და გვარს, წაშლილია, ესე იგი ხმამაღლა უნდა წავიკითხო. მე ვარ 12 წლის, მე-6 კლასელი. დავფიქრდები ეს ხმამაღლა წავიკითხო თუ ჩუმად. ჯერ ჩუმად წავიკითხავ და მე ნახო. ან თუ ვინმე იცით რატომ უნდა ვიაროთ ეკლესიაში თუ სახლში ლოცვაც შეიძლება? სახლში ლოცვა შეიძლება, მაგრამ არის ადამიანისთვის თავისი პირადი კანონი, ლოცვითი კანონი და არის საზოგადო ღვთისმსახურება. ახლა ადამიანები ტაძარში ეზიარებიან. ესე იგი, სახლში რა თქმა უნდა ჩვენს პირად დილის და საღამოს ლოცვას შეასრულებ და წმინდა მამათან ნაწერებში ასეთი რამ წავიკითხე. თუ ადამიანიო აი ამ ორივეს ასრულებსო, ესე იგი ორი თვალით ხედავს. სულიერ თვალზეა თავის თავაცხადია საუბარი. თუ მხოლოდ ტაძარში დადის და სახლში არ ლოცულობს, ის ერთი თვალით ბრმა არის. ან პირიქით სახლში ლოცულობს და ტაძარში არ დადის. და თუ არც ეს არ აკეთებს, მაშინ ვერ არის საქმე კარგად. რატომ ვიღებთ ყველაზე დიდ გულის ტკივილს და ღალატს ისეთი ადამიანებისგან, რომლისგანაც ამას არ ველოდებით? აი ზუსტად ამიტომ ვიღებთ, ვისგანაც არ ველოდებით და მეგობარია იმისგან უფრო გწყინს, თორე ახლა ქუჩაში რო ვიღაცამ რაღაცა გითხრას, უცხომ
ის კი არ გეწყინება. მაგრამ აი შენი საყვარელი ადამიანი რო ამას აკეთებს, იმისგან წყინს თავისთავად. მაგრამ მეორე მხრივ არსებობს მიტევებაც. რაღაცა მიიყვანა ეს ადამიანი იქამდე, რომ ის ჩვენ ასე მოგვექცა. 60 წმენდილზე ესეთი რაღაცეები არ ხდება. რაღაცა ხომ მიიყვანა. ამიტომ ეგეც ვიფიქრებ. როგორ გავიგო, რომ ეს ნამდვილი სიყვარულია და არა უბრალოდ გრძნობა. ყველაფერს დრო გამოცდის. დრო გამოცდის. შეიძლება დღეს და ხვალ ვერ გაიგო, მაგრამ დრო გამოცდის მაგას. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები. რაზეც ზეგან საუბრობთ. და მეორე მხრივ ახლა რადგან მაინც ცოტა სიყვარულზე ჩამოვარდა საუბარი. ისეთ რა არის აი ახალგაზრდები მით უფრო აი მე-10, მე-11, მე-12-ები შეიძლება აქ აღარ არიან უკვე, მაგრამ ოდეს ტურფა გაიაფდეს აღარ აღის არცა ჩირათო. შოთა რუსთაველი გახსოვთ? დღეს ძალიან ცუდი ტენდენცია, ესე იგი ვაჟისა და გოგონას ურთიერთობის საკითხში, რომ არ არიან ადამიანები ერთმანეთის მიმართ თავშეკავებულნი. და ეს თავშეუკავებლობა საქმეს აფუჭებს. ურთიერთობასაც აფუჭებს, სიყვარულსაც თუ რამე იყო შეიძლება ისიც გააფუჭოს. ამიტომაც აი რაც უფრო სიწმინდით მივა ადამიანი ოჯახის შექმნამდე, მით უფრო წმინდა და მტკიცე ოჯახი ექნება. ესე რომ აი ყველაფრის უფლებას ნუ მისცემთ. არც ვაჟმა არ უნდა მისცეს საკუთარ თავს ყველაფრის უფლება. თუმცა გოგონაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ძალიან ბევრია დამოკიდებული და სიფრთხილე არის საჭირო. იმიტომ რომ არის რაღაცა, რაც შეიძლება მე ეგრეიულად ვეღარ გამოსწორდეს. ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენი ტრადიცია გვაქვს, არ გვინდა უცხოეთიდან შემოსული რაღაცა, ესე იგი უღირსი ცნობიერების მიღება ჩვენში. შეიძლება ეს, რაზეც მე ვსაუბრობ, ხდებით ძალიან კარგად. შეიძლება ეს ხორციელად სიამოვნებას განიჭებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხორციელადაც და სულიერადაც მხოლოდ და მხოლოდ განადგურებს. ეს არ არის ჩვენი წესი. ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ ჩვენი ტრადიციის მიმდევარი. და ეს ტრადიცია ერთმა და ორმა კაცმა კი არ მოიტანა. ეს ტრადიცია ქრისტიანული სულისკვეთებით არის გაჟღენთილი და სწორედ აი ამ სულისკვეთებამ მოგვიყვანა ჩვენ დღევანდელ დღემდე. და დღის შემდეგაც თუ საქართველოს იარსებებს და თუ ჩვენს ქვეყანაში ღირსება იქნება, სწორედ აი ამის დამსახურება იქნება. ისე რომ ჩვენ შეიძლება 1000 რამეს გვეუბნევიან, მაგრამ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთო კი არ არის. ეხლა ეს ის არ არის, რომ აი დავუშვათ დღეს ხდება სამწუხაროდ, რომ აი გოგონა და ვაჟი ერთად ცხოვრობენ. არც ოჯახი ქვია ამას, არაფერი არ ქვია. ცხოვრობენ ერთად. ნუ მე წლები რო გავა ფიქრობენ, დაუჯახდნენ თუ არ დაუჯახდნენ. ეს არის აღვირახსნილობა, ესეთი რამე არ შეიძლება. ეს ის არ არის, რომ დავუშვათ აი ვაშლი ჩაკვიჩო და არ მოგეწონოს ახლა სხვა ჩაკვიჩო მე. არ შეიძლება. სიწმინდე არის ურთიერთობებში დასაცავი ყოველთვის. და არც ვაჟმა არ უნდა აკადროს გოგონას ისეთი რამე, რაც მას არ შეშვენის. და ეს დამოკიდებულება, რაც დღეს არის, ხშირ შემთხვევაში სულაც არ არის სიყვარული. სულაც არ არის სიყვარული. იცი რატო აი მე შევხები ვარ ასეთ შემთხვევებს, რომ ადამიანი დავუშვათ ვაჟს გოგონა უყვარს. ნუ რაღაცა პერიოდი ერთად არიან. მე დავუშვათ გოგონამ თავი შეიკავა ამ ურთიერთობაზე. ნუ აღმოაჩინა თავის თავში, რომ არ და ეს ვაჟი ფიქრობს იმას, რომ ამ გოგონას სახელი გაუტეხოს. და სწორია, ესე იგი უყვარდა მანამდე. სულაც არ უყვარდა. პირიქით, ეს არის რაღაცა ეგოისტური და მოხმარებლური დამოკიდებულება. და უკვე ადამიანის ღირსებას საერთოდ არ შეშვენს.
აღარაფერს ვამბობ, რომ ქრისტიანს არ შეშვენს. ზოგადად ეგ ადამიანის ძალიან დიდი დეგრადაციის ნიშანი. თუმცა ამ დეგრადაციას დღეს ქვია რაღაცა პრივილეგირებული და რაღაცა გამოსული ადამიანი და რაღაცა ყველა საქციას თავისი შედეგი მოყვება. არ არსებობს, რომ შედეგი არ მოყვეს. ტყუილად არაფერი არ ჩაივლის. ისე რომ ჩვენს არჩევანზე ჩვენ ვაგებთ პასუხს. ჩვენ ღმერთმა ნახეთ რა მოგვანიჭა. ჩვენ ღმერთმა მოგვანიჭა გონება, ღმერთმა მოგვანიჭა არჩევანის უფლება. ხო ყველას გვაქვს ავირჩიოთ, აი ეს გინდა თუ არჩევანიც მოგცა, გონებაც მოგცა. და აი ამ ორს ხო არის ხოლმე მაღაზიაში 2+1 აქციები. აი ამ ორს ავტომატურად მოყვა მესამე. რა არის მესამე? პასუხისგებლობა. შენ გაქვს გონება, გაქვს არჩევანი, მაგრამ ამ ყველაფერს მოყვა პასუხისგებლობა. შენ რასაც შენი გონებით აირჩევ, პასუხისგებელი შენ ხარ იმაზე. სხვა არა, შენ ხარ იმაზე პასუხისგებელი. როგორ მოვერიდოთ შფოთვას და ზედმეტ ფიქრებსო. ერთი ასეთი ამბავი მახსენდება. წმინდა პაისი ათონელის ერთ-ერთ წიგნში 6 ტომია გამოსული საუბრების და საოცარი წიგნები. მე გირჩევთ ყველას რომ წაიკითხოთ. მე პატარაობაში პირველი რაც წავიკითხე, სწორედ წმინდა პაისი ათონელის ცხოვრება იყო. ასეთ რამეს ამბობს. ერთ-ერთ ოჯახში რაღაცა წვეულება იყო და მამამ თავისი პატარა გოგონა, აი დავუშვათ შენ რამდენი წლის ხარ? 10 წლის გოგონა ჩაგზავნა სარდაფში. რაღაც უნდა ამოეტანა. ეს გოგონა ჩავიდა ზემოთ, სტუმრებია, მხიარულობაა და მამა ელოდება ეხლა ამ გოგონას უნდა ამოვიდეს და გოგონა აღარ ამოდის. კარგი ხანი რომ გავიდა, მამა ჩავიდა სარდაფში და უყურებს რომ ეს გოგონა ზის და ტირის. და ეკითხება რა მოხდა, რა დაგემართა, რაზე ნერვიულობ, რაზე ტირი ხარ და ჭერში თურმე იყო ჩამოკიდებული რაღაცა ბასრი იარაღი, ცული იქნებოდა თუ რაღაცა იყო მოკლედ და ეს გოგონა რაზე ნერვიულობს. აი ხლა მე რო გავიზრდებიო და მე რო შვილი მეყოლებაო. და უშუალოდ ჩვენ სახში რაღაცაზე ემი იქნება მხიარლობა. მე რო ბავშვი ჩამოგზავნო სარდაფშიო და ის რო ჩამოვარდეს და დაეცესო. რა უბედურება მოხდება. გესმით რაზე ნერვიულობ და რაც უნდა მოხდარიყო სადღაც არ ვიცით 15-20 წლის შემდეგ. იჯდა და იმ ჯერ არ მომხდარზე ნერვიულობდა. ისე რომ ამის გამო არაფერზე არ უნდა ინერვიულო ესე. უნდა ღმერთს მიანდო, რა იცი იმის მერე რა მოხდება. და თუ რამე სანერვიულო გაქვს და საფიქრალი, ესეც ღმერთთან უნდა მიიტანო ადამიანმა. მოციქული პეტრე ასე ამბობს. ყოველი თქვენი საზრუნავი გაუმხილეთ ღმერთსო. გაუმხილე იმას კი არ ნიშნავს, რომ ახლა მან არ იცის და შენ უნდა უთხრა რა. მაგრამ შენი დამოკიდებულება რომ ღმერთთან მიიტანო, რადგან ის ზრუნავს თქვენს სულებზე. ისე რომ რაღაცა რო გიწის ადამიანს, მიდი ხატებთან, შეიძლება ხატებიც არ იყოს გულში, შესთხოვე უფალს. რომელიმე ადამიანზე ნერვიულობ გულში ილოცე მისთვის. და მე აღმომიჩენია ხოლმე ასეთი რამ. დავუშვათ ვიღაცაზე ნერვიულობ, ნეტა როგორ იქნება, რა იქნება, რას გაგებ. და გულში ილოცლობ, უფალო იესო ქრისტე, შეიწყალე მონახთისა, იტყვია ეს სახელი და ესე გულში იმეორებ ხშირად. და აღმომიჩენია რამხელა იმედი შემოდის. ახლა იმედი, რატო შემოდის იმედი, იცი? მე კი აღარ ნერვიულობ, ჩემი უძლური ხელებით თუ თავით. არამედ მე იმას მივანდე და ჩავაბარე, ვინც არის ყოვლადწლიერი და ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ის ადამიანი. ანუ ღმერთს ჩავაბარე და უკვე იმედიანად ხარ და აღარ შფოთავ და აღარ ნერვიულობ. მაგრამ თუ ადამიანი თვითონ ცდილობს რაღაც აკეთოს, მაშინ შფოთი შეიძლება გარდაუვალიც კი იყოს. როგორ გავიგო რომ ეკლესიაში სიარული გულიდან მოდის და არა ვალის მოხდისთვის. იცით რა არის? ზოგჯერ შეიძლება ვალის მოხდისთვისაც მიხვიდე, რომელიც ჩვენგანი მიდის ავადმყოფოში გულით. რომ აი ისე მთელი გულით მინდა რომ იქ მივიდე და ეხლა ექიმთან მივიდე.
აი კბილის ექიმთან უნდა მიხვიდე და მთელი გულით რო გიხარია მაგრამ ხო იცი რომ ეს საჭიროა და აქ კიდე საუბარი კბილს კი არ ეხება და სხვა რამ არამედ სულს ეხება როგორ დავიცვა ჩემი თავი ცუდი გარემოსგან ისე რომ მარტო არ დავრჩეო აი ძალიან საინტერესო შეკითხვაა რომ იცოდეთ თქვენ ცით რა არის ადრე ბავშვებს ვაჩვენე ასეთი რაღაც შეიძლება თქვენც ახლა სოციალურ ქსელში თქვენ ყველანი რაღაცას ვაკეთებთ რაღაცა ნახატი იყო შუაში იყო სუფთა წყალი ამ სუფთა წყალში იდგა ერთი ადამიანი გარშემო იყო ბინძური წყალი და აქ სხვები იდგნენ და ამას დასცინოდნენ იმას ვინც სუფთა წყალში იდგა ეხლა ეს ვინც სუფთა წყალში დგას არჩევანის წინაშე ხო დადგებოდა რატო დასცინია ხო იფიქრებდა მე რომ ამ ბავშვებმა გარეთ ვინც არიან თავის წრეში მიმიღონ ერთადერთი შანსია მე უნდა გამოვიდე ამ სუფთა წყლიდან და მე სამ ტალახიან წყალში უნდა ჩავდგე მაგრამ თუ დარჩები იქ მაშინ ეს დაცინვა გაგრძელდება ეს ბავშვიც ალბათ ამას კითხულობს როგორ მოვერიდო იმ მავნე გარემოს ისე რომ თან მარტო არ დავრჩა ეხლა არჩევანი რაზე დგას ჯერ მთავარია რომ შენ იქ დარჩე სადაც ღირსება მე მარტო იქნები თუ ვინმეც შენს გვერდით იქნება ეგ უკვე მეორე საკითხია მაგრამ პირველი ის არის რომ დარჩე იმ სუფთა წყალში მოდი ახლა ჩვენ სკოლაში მოვიდეთ ვიღაც თამბაქოს ეწევა ვიღაც არ ეწევა შენ ეუბნებიან შენ ახლა ბიჭები კი არა მე ვიცი გოგონებიც ეწევიან მაგრამ შენ ეუბნები ჩამორჩენილი ხარ თუ დედიკოს ბიჭი ხარ თუ რაღაც შეიძლება ეს იმაზე მეტი ვაჟკაცია ვინც არ ეწევა მაგრამ ვაჟკაცობა სულაც არ ფიქრობს რომ გამოხატოს იმაში რომ სიგარეტს მოწევს თუ ეგრეთ წოდებული ვეიპს მოწევს თუ კიდევ უარეს რაღაც სულაც არ ფიქრობს რომ ვაჟკაცობა ამაში გამოიხატება და ამიტომაც არ ეწევა მაგრამ ეს დაცინვა შეიძლება არსებობდეს მე ხარ აქნას იმის გამო რომ ამათ თავის წრეში მიიღონ უნდა დადგეს და სიგარეტის წევა დაიწყოს პირიქით ის უნდა დარჩეს თავის ადგილზე მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება ვიღაცა ვიც ამისნაირად თითქმის მაგ ყველაფერზე უარს იმიტომ რომ ეგ სულაც არ არის ვაჟკაცობა ეგ სულაც ეგ პირიქით სისუსტეა რომ ადამიანი რაღაცაზე ხარ დამოკიდებული სისუსტეა შეიძლება ჩვენ ვეცადოთ რომ მარტო დავრჩებით თუ სხვებთან ერთად იქ დავრჩეთ სადაც არის ღირსება რა არის ყველაზე დიდი შეცდომა რასაც ახალგაზრდები ეკლესიურ ცხოვრებაში უშვებენ რა ვიცი აბა რა გითხრათ ესე ვერ გეტყვით ახლა არ ვიცი რას ან სხვებზე რა ვთქვა ჩემს თავზე უფრო შემიძლია ვთქვა და რა იყო აბა ესეთი შეცდომები არ ვიცი აბა ცოტას რო ვიფიქრებ მე გეტყვით ყველაზე დიდი შეცდომა ეკლესიურ ცხოვრებაში ალბათ ის რომ გულწრფელი არ არის ადამიანი გულწრფელი უნდა მით უმეტეს ახლა აღსარებაზე რომ მიდიხარ იქ თუ გულწრფელი არ ახარ საკუთარ თავს ატყუებ და ეშმაკის საქმეს აკეთებ ვის უნდა რომ აღსარება არ თქვას ადამიანმა ეშმაკს უნდა ვინც ის როგორ ელოდება და წავიკითხა რა ვიცი კი არა არ წავიკითხო კარგი შენია მე მოდი და ერთად ვილაპარაკოთ ცალკე კიდევ კარგი არ წავიკითხე ხო მადლობა რომ შემომეხმიანი წაკითხოს იმიტომ ვაპირებდი რომ წავუკითხელობით არ დავამწუხრო მეთქი იმიტომ მინდოდა წამეკითხო თუმცა კოჭებში ეტყობოდა რომ ეს არ იყო წასაკითხო აი ცალკე ვინახავ და მე და შენ დავილაპარაკოთ მამა თქვენ დაბადებიდანვე გსურდათ მამაო რო ყოფილიყავით კი სანამ დავიბადებოდი იქამდეც
თქვენ დაბადებიდან გსურდათ, რომ ესეთი მაისურები გწმოდათ დღეს შეხვედრაზე? დაბადებიდან არა, მაგრამ ცოტა სკოლა რო დავამთავრე, თუმცა რომ თქვა, რომ ჩემი აი ეს მიზანი რომ აუცილებლად სასულიერო პირი გავხდარიყავი არ მქონდა. მაგრამ მიუყვებოდი იმ ლოცვა კურთხევას, რაც მოძღვრისგან მქონდა. რომ ჯერ სასულიეროში ჩამებარებინა სასულიერო სასწავლებელში და მე როგორც იქნებოდა მორჩილება ღვთისადმი, ისე უნდა გამეკეთებინა. აი ესე მოვედი. რა არის ყველაზე დიდი შეცდომა ეს თქვით, რასაც რწმენასთან დაკავშირებით უშვებენ ადამიანები. ცით რა არის, რაც გვჯერა, რაც გვწამს და იმას არ ვაკეთებთ. აი ეს არის ალბათ ერთ-ერთი კიდე შეცდომა, ყველაზე დიდია თუ ყველაზე ეგ არ ვიცი, მაგრამ რაც გვჯერა და არ ვაკეთებთ, ეგ ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტ ღმერთი აღარ გაჩვენებს. აი დავუშვათ, რასაც ხვდები, რომ აკეთო და იმას არ აკეთებ, უფრო მეტი შეიძლება აღარ გაგეხსნას. ახლა შედარებისთვის რა მინდა მოვიყვანო. ამას წინა სხვადასხვა მე ვიდეო გადავიღე მე რომ ბავშვებისთვის ჩვენთან გორში საპირო სკოლაში მეჩვენები. ნისლი იყო ძალიან ისეთი, აი უკვე ფაქტიურად შეიძლება ითქვას, აი ამ ოთახის ბოლომდე წესიერად არ ჩანდა. მანქანით მივდიოდით და შედარება რატომ მინდა მოვიყვანო. აი იმის იქით ხო არ ჩანდა არაფერი. ახლა რას იზავ, ხო არ გაჩერდები? მაგრამ იქამდე რომ მიხვალ, დავუშვათ 20 მეტრი ჩანს, ხო? იქამდე რომ მიხვალ, კიდე 20 მეტრი ხო გამოჩნდება. კიდე თითო მეტრის გავლის შემდეგ ყოველი თითო მეტრი იქით ჩანს და იხსნება. სულიერ ცხოვრებაში ეგრე. რაც გესმის, თუ აკეთებ იმას, მერე უფრო კიდე მეც გაიგებ, კიდე უფრო მეც გაიგებ. თუ გაჩერდები და იმას არ აკეთებ, რაც გესმის, იმის იქით ვერასოდეს ვერ გადაიხედები და ვერ გაიგებ რა ხდება. ამიტომ გესმის, რომ დავუშვათ მარხვა ასაჭირო, მარხულან. გესმის, რომ რასაც აკეთებ, ცოდვა, მოერიდე, აღსარება თქვი, აი რაც გესმის. ჩვენ ყველა სხვადასხვა დონეზე გვესმის რაღაცები ხო მართალია. ვინც რა დონეზე ვართ, ის ვაკეთოთ. და ნახავთ, რომ კიდე უფრო მეტი გამოჩნდება. ვალენტინობა არის სიყვარულის დღე და როდესაც წყვილები ჩუქნიან ერთმანეთს საჩუქრებსო. ნუ ეს კითხვა არ არის, უფრო ალბათ ინფორმაცია მოგვაწოდეს და მადლობას გიხდით ამ ინფორმაციისთვის. თუმცა ეხლა მაინც და მაინც როდის არის ხოლმე ვალენტინობა? 14 თებერვალი. და 15 თებერვალი რა არის? 15 თებერვალი რა არის? ხო და ჩვენ ძალიან ცუდ დღეში ვართ ამ ხრივ, რომ 14 თებერვალი ვიცით რა არის და 15 არ ვიცით. 15 არის დღე, როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე 40 დღისა ტაძარში მიიყვანეს და იქ სვიმეონ ღვთის მიმრქმელმა გულში ჩაიხუტა და მირქმა ქვია ამ დღესასწაულს, მიგებება სხვაგვარად გესმიდა. ჩვენ საქართველოში ქრისტეს რჯულის ერთგულ ქვეყანაში ვალენტინობა რო ვიცით როდის არის და მირქმა არ ვიცით, ვერ არის კაი ამბავი. ნამდვილად ვერ არის. ეს კიდე რბილად რო ვთქვათ, ვერ არის კარგი ამბავი. თორე სიყვარულის დღე ხარ, სანამ 14 თებერვალი არ მოვა, შეყვარებულს ესე იგი ესე გვერდზე უნდა გაიხედო რომ მიდიხარ და 14 თებერვალს ხო? ყველა ხდება 64-შიო. იცით რა არის? 64 კი არ არის თავისთავად მნიშვნელოვანი, უფალია მნიშვნელოვანი. სასუფეველი ნიშნავს ღვთის სასუფეველს, სადაც ღმერთია. თუ ადამიანს ამ ცხოვრებაშიო უნდა ღმერთთან ყოფნა, ის მარადიულადაც ღმერთთან იქნება. მაგრამ თუ ადამიანს ამ წუთისოფელში არ უნდა ღმერთთან ყოფნა, აბა სასუფეველში წარენდომება იმას, იმიტომ რომ არ უნდა ღმერთთან და ძალით კიდე, ეხლა მოდი სიყვარულის ანალოგი მოიყვანო. დავუშვათ შენ გიყვარს ადამიანი, აი ღმერთს უყვარ ვარ ჩვენ. და იმ ადამიანს შენ არ უყვარ ხარ.
მოგინდება მასთან ერთად ყოფნა. აი ძალით რომ შენთან არ უყარ ხარ, ძალით შენთან ერთად იყო. ღმერთს არ უნდა ეგრეთ ძალით. ღმერთს ჩვენ არ შეგვიძლია ხოლმე ესე ძალით ჩვენთან ერთად იყვნენ, მაგრამ ღმერთს შეუძლია, მაგრამ არ უნდა ეგეთი. შენ უნდა გიყვარდეს, ღმერთთან ერთად შენ უნდა გინდოდეს ყოფნა. როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობარი? აი როგორიც გინდა რომ იყოს ნამდვილი მეგობარი, იყავი ისეთი მეგობრისთვის. პირველ რიგში ალბათ ერთგული. იმიტომ რომ მეგობრობა ერთგულების გარეშე გამორიცხული. გულწრფელობის გარეშე გამორიცხულია მეგობრობა. ხო? შეიძლება მეგობარი ცოტა ანჩხლი იყოს, შეიძლება ძუნწი იყოს. მაგრამ აი სიძუნწე იმდენს ვერ დააკლებს, რამდენსაც ღალატი. ერთგული რო არ არის, გულწრფელი რო არ არის. აი დაუშვათ გულწრფელს რატო ამბობ? შეიძლება მეგობა შენთვის რაღაც დაენანა. რომ გეტყვის არ მქონდა, ეგ გულწრფელობა არ არის. რო გეტყვის დამენანაო, ეგ ნიშნავს, რომ ის ისევ შენი მეგობარი. გულწრფელად გითხრა, რომ დაენანა, ეგეთია. ნელ-ნელა გამოასწორებს. არ უნდა ითამაშო. ტატუს გაკეთება კარგია? აქ ესე ეწერა, ცოდოაო და მე გეკითხებით, კარგია? და თუ კარგია, რისთვის არის კარგი? რისთვის არის? რატო იკეთებენ ახალგაზრდები ტატუს? სილამაზისთვის? აი ხა ამ ლამაზ გოგონას რაღა ტატუ ჭირდება, ისედაც ლამაზი არ არის. რისთვის? ნიშნულობა აქვს, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია. და ანუ ის რა მნიშვნელობითაც იკეთებს, იმ იდეოლოგიას აღიარებს ადამიანი, რასაც იკეთებს. ეგ კიდევ უფრო საშიში ამბავია. ვიღაცამ რომ მარტო ნახატის გამო გაიკეთოს, ეგეც არ ვარ, მაგრამ ვიღაცა თუ იმ შინაარსს იზიარებს, რაც იმაში დევს, ეგ კიდევ უფრო შეიძლება ცუდი იყოს. რა თქმა უნდა, ყველა ნიშან სიმბოლოს თავისი რაღაც დატვირთვა აქვს. გამარჯობა, მაქვს ბევრი ვცადეთ. ბევრი ვიდეო ხდება, სადაც წერია ლოცა რაიმე უფალზე და ბოლოს წერია თუ კომენტარზე დაწერ ამის, მაშინ შენ ღმერთის არ გჯერა. ღმერთს პატივს არ ცემა, რაღაც ეგეთიო და მართალიაო. ეს ბოლოში იყო ჩაკეცილი და ეგეთ ვიდეოებს და ეგეთ პოსტებს, ეგრეთ წოდებულ პოსტებს ყურადღება არ მიაქციოთ. ყურადღება არ აყვეთ. ჩვენს პატარაობაშიც იყო ასეთი რაღაცები. ჩვენთან მაშინ სოციალური ქსელი არ იყო, მაგრამ თაბახის ფურცელზე გამახსოვრებათ ალბათ. დაბეჭდილი იყო ხოლმე რაღაცა 20 ეგზემპლარად გაავრცელე და დაურიგე ხალხს, თორე უბედურება მოგივა თუ ამას გააკეთებ, ესე მოგივა თუ ახლა შეშინებული ხალხი გადაამრავლებს და ამას 20 ეგზემპლარად დაურიგებ და ახლა იმ 20-ს ხო 20 ჯერ უნდა გადაამრავლოს. ესე იგი უცბად 400 კაცს მიუვიდო და ეს მე იმ 400 კიდე რამდენი და აი რაღაცა სისულელეებს დაძდევდა ხალხი. მე არც მაშინ არ დავდევდი მაგ სისულელეებს და ეხლაც გეუბნებით, რომ იქ ამინის დაწერით და რაღაცების დაწერით არაფერი არ იქნება. ღმერთის სიყვარული მაგაში არ ვლინდება. თუმცა სამწუხარო ისაა, რომ ზოგჯერ შემიხედია და 1200 კომენტარი ამინ და 1200 ბედნიერი ადამიანი უცბად სისულელე. ხო არ დაგღალეთ? არა, ძალიან კარგი. თქვენ? რამდენი წელია რაც მამაო ხართო? დღეს არის 15, 16. აი 2 დღის წინ გახდა 14 წელი რაც დიაკონად მაკურთხეს. დიაკონი პირველი საფეხურია სასულიერო ხარისხისა. მერე წელიწადში და 4 თვეში მღვდლად მაკურთხეს ფერისცვალების დღესასწაულზე 2013 წელს.
არსებობს თუ არა სიყვარული ბავშვობიდან კი არსებობს და მე ესეთი ოჯახები ვიცი რომ პატარაობიდან ერთმანეთი უყვართ და მერე დაოჯახდნენ და არიან შეხმატკბილებით თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც რომ პატარაობიდან ერთმანეთი უყვართ საქმე დაოჯახებამდე მისვლა მაგრამ აღარ დაოჯახებულან რატომ გადაწყვიტეთ რომ ყოფილიყავით მამაო? მე როგორც გითხარით თავიდან სულაც არ მქონდა ეს რომ ეგინა თუ არა სასულიერო პირი ყოფილიყავ. მე ორი რამე მინდოდა. ერთი რომ სულიერათაც და ხორციელათაც ფორმაში ყოფილიყავ. აი თავიდან რატომაც დავიწყე ეკლესიური ცხოვრება ეს იყო რომ ადამიანი ხო სულის და ხორცისგან შედგება. ფიზიკურადაც ვარჯიშობდი და სულიერათაც ტაძარში დავდიოდი ხოლმე და ვცდილობდი რომ ასე მეცხოვრებ. მე ყველაფერი ისე მოხდა როგორც მოხდა. პატარაობიდან ვარჯიშობდით ამ ფიზიკურად. პატარები ვიყავით მე და ჩემი ძმა ალბათ 4-5 წლისები მოგვიტანა განტელები. ქვიშა იყრებოდა ხოლმე შიგამ განტელებში დაგერეგულირებინა რა ზომაზე გინდოდა წონა და იქიდან პატარაობიდან ვარჯიშობდი ხოლმე და მამამა ესე შეგვაყარა ვარჯიში. ეხლა ვარჯიშობ ხოლმე სხვათა შორის. მე ეხლა ისეთი დატვირთვით ვერა, იმიტომ რომ დროიდან გამომდინარე ახლა მე სასულიერო პირი სკვერებში სირბილს ხო ვერ დავიწყებ ესე მაგრამ ნუ სანამ სასულიერო პირი გავხდებოდი მაშინ მით უფრო ვარჯიშობდი ხოლმე და ეხლაც იმ დოზით რაც მე შემეფერება აი ვცდილობ ხოლმე რომ იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს პატარაობაში ბევრი ახალგაზრდა გადარჩა იმით რომ სწორი ცხოვრების წესი ქონდა, ის სპორტული ცხოვრების წესი ქონდა. ჩვენ დროს ახლა არ იყო განვითარებული ბევრი რაღაცა. ახლა ბევრად მეტი პირობები, აი მაგალითისთვის ვიტყვი, უბანში რო ფეხბურთს თამაშობდით, ესე იგი ზოგი კარები მომბრეცილი იდგა, ერთი ხე იყო, მეორე გარაჟი იყო, მესამე რაღაცა, ნუ და ქვები და უბედურებები და იქ მიდიოდა ფეხბურთის თამაში. დღეს ახლა მინის ფეხბურთის მოედნებია და 1000 რაღაცა და შეიძლება, მაგრამ იმას ვამბობ, რომ ვინც ესე სპორტულად არ ცხოვრობდა, ბევრ ადამიანს ცხოვრება აერია, ზოგმა ნარკოტიკებს მიიღო ხელი, ზოგმა რას და მერე ცხოვრება გაუბედურდათ. ამიტომ პატარაობიდან თუ ვარჯიში შეიყვარებთ, ის ბევრი რაღაცისაგან დაგვიცავს ჩვენ. კარტის თამაში და ან მოწევა ცოდვაო, კარტის თამაში ცოდვა და მოწევას და ორივე ერთად მით უმეტეს. თუმცა ახლა კარტი ხო არის, ახლა რაღაცებია გამოსული კიდე, აი მაგალითად უნოს რო თამაშობენ ხოლმე. ხო არის ესე. ნუ იქ ახლა არაფერი ისეთი არ არის, მაგრამ ის კარტი სადაც ჯვარზეა საუბარი, ხო? ჯვარია თუ რა. ის თავისებურ სიმბოლოებს შეიცავს. მე რამდენადაც ვიცი სახარებისეულ სიმბოლოებს შეიცავს და ეგ უფრო გაშარჟებისთვის არის ქრისტიანობისა, ვიდრე უბრალოდ მოგონილი რაღაცა თამაში. ისე რომ ჯობია რომ იმისგან თავი შეიკავოთ. როგორი ადამიანები უნდა ვიყოთ რომ ღმერთს მოვეწონოთ. ჩვენ ვეცადოთ რომ ღვთისმცნებებით ვიცხოვროთ და ღმერთს ეს მოეწონება. ღვთისმცნება სახარებისეულად ვიცხოვროთ. ერთი რამ მინდა ვთქვა აი რადგან ახლა კარტს შეეხო საკითხი. კითხაობა არის ძალიან დიდი ცოდვა. კითხაობა. ნებისმიერი სახის. აი როგორც საერო გაგებით არსებობს კონსტიტუცია, ხო არის? კანონთა კრებული, ხო, რითიც იმართება, ხო? არსებობს საეკლესიო სჯულის კანონი. საეკლესიო სჯულის კანონი. აი ამ სჯულის კანონის მიხედვით არანაკლები ცოდვა მკითხაობა კაცის კლაზე. ესმით, იმიტომ ეს პირდაპირ საეშმაკო საქმე. ვინც მკითხაობს, ის მით უმეტეს. ამიტომ აი ყველანაირად მოერიდეთ, რომ ნებისმიერი სახის მკითხაობისგან კარტი იქნება, ყავა იქნება თუ იქ მერე მკითხავთა მისვლა თუ ნებისმიერი სახის ესეთ რაღაცას მოერიდეთ. თუ ვინმე სადმე ასეთი რამე გვაქვს გაკეთებული, იმას აუცილებლად სინანული და აღსარება ჭირდება. როდესაც ხედავ რომ ბავშვს აბულინგებენ, მათ მიმართ მიჩნდება ცუდი აზრები და ხვდები აგრესიული. ეს ჩემი აგრესია რამდენად არის ცოდვა. ეს ჩვენი აგრესია ზოგ შემთხვევაში ცოდვა კი არა, საჭიროც არის, რომ ის ადამიანი დაიცვა, ვისაც ეგრეთ ცუდად ექცევია.
თუმცა თუ ამ ჩვენს მონდომებას აგრესიას ჩამოვაშორებთ და ისე მოვაგვარებთ საკითხს, რომ აგრესიის გარეშე მოხდეს, არა? ეს უკეთესი იქნება. რა ზიანის მოტანა შეუძლია ორპირ ადამიანს საზოგადოებისთვის? პირველ რიგში ჯერ თავისი თავისთვის. იგივე შოთა რუსთაველს დავესესხოთ. სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცს და მერმე სულსავ, თუ პირიქით. ჯერ თავის თავს ავნებს ორპირი ადამიანი და მერე თავის თავად ცხადია საზოგადოებაშიც ერთმა ტალახიანმა ღორმაო შეიძლება 100 გასვაროს, არა? თუ ვინმე მიბაძავს და მერე უკვე შეიძლება სხვებიც დაზიანდნენ. აი, ბოლოში გავდივარ. რა? აი, ბოლოში რო გავდივარ მიხდა. აბა ისმის? ისმის? თუ ეკლესიურ ცხოვრებას მივყვები ღმერთის მწამს, თუმცა იგივე წოდებს ვიმეორებ, როგორ მოიქცე, აქვს აზრი მონანიებას აქვს აზრი. ჩვენ შეიძლება ერთი და იგივე წოდებს ვიმეორებდეთ, თუმცა ჩვენი მიზანი არ იყოს ეს. აი დავუშვათ ავიღოთ ორი კატეგორია ადამიანი. ერთი ნანოს თავის წოდოს და ცდილობს აღარ გაიმეოროს, მეორე ნანოს, მაგრამ არ უკვირდება და მაინც იმეორებს. აი ვინც ცდილობს რომ აღარ გააკეთოს, მაგრამ მაინც ცდება და მოსდის ეს ცოდვა, აი ესეთი ღმერთს მოსწონს. და ვინც არ ცდილობს ამას, ეგ არ არის კარგი. ისე რომ ჩვენ ვეცადოთ რომ თუ დავუშვათ რაღაცას ვიპარავდით, აღარ მოვიპარავთ, თუ ბილდ სიტყვას ვამბობდით, აღარ ვთქვათ. მაინც თუ სადღაც შეგწდა და წამოგწდა ეს სიტყვა, კიდევ უნდა თქვა აღსარებაში და ნელ-ნელა დაიძლევა ეს ყველაფერი. რა არის ადამიანის ცხოვრების მთავარი აზრი? მთავარი აზრი ადამიანის ცხოვრების არის ის, რომ ღმერთთან ერთად იყოს, თავის შემოქმედთან ერთად და მარადიული სიხარული მოიპოვოს ღმერთთან ერთად. აი ეს არის მთავარი აზრი. ყველაფერი დანარჩენი ამ წუთის სოფელში რაც არ უნდა მოხდეს. ახლა შეხედეთ, ეს წუთის სოფელი, დავუშვათ, რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლოს, 70, 80 თუ 100 წელი. რომ შეადარო და იყოს ერთი წვეთი წყალი. და ის მარადიულობა, რაც ამის შემდეგ ჩვენ გველოდება და ჩვენ ქრისტიანები ვართ და ეს წამს რომ ეს გველოდება, არის მთელი ოკეანი. და რა აზრი აქვს ახლა აი ეს ერთი წვეთი როგორი იქნება, თუ იმ ერთ ოკეანეს დაკარგავ. გესმით? აი პირველად როდის გამიჩნდა ეს აი ამ წუთის სოფლის ამაოების შეგრძნება. ნახეთ აი ფეხბურთელი პელე ხო ყველას გაგიგონიათ. აი ხო ამდენ რაღაცას მიაღწია და პელე გარდაიცვალა. მე ვფიქრობდი რომ ეს კაცი ახლა თუ ვერ გადარჩა და ვერ ცხონდა. აი ამ წუთის სოფელში რასაც მიაღწია, რა ამერე. ანუ ის ერთი წვეთი როგორც არ უნდა გაატარო, იმ მარადიულობას თუ არ მოიპოვებ, რა ფასი აქვს. თუმცა თქვენ ალბათ არ იცით, მეც ამ ბოლო დროს გავიგე რომ პელეს ჰქონდა შაქარი. და წარმოიდგინეთ ახლა თან იმ პერიოდში, ახლა კიდე 1000 გვარი რაღაცაა გამოგონილი ხო, შაქარი რო აკონტროლო, ნუ სენსორებს ბიახელს და დაიმაგრებით ტელეფონში გიჩვენებს შაქრის დონეს და სხვა, მაგრამ იმ პერიოდში რითი უნდა ეკონტროლებინათ და მე თან ფეხბურთელებს როგორი დატვირთვით უწევთ ვარჯიში, არა? და როგორ ახერხებდა ეს ადამიანი რომ თავისი ჯანმრთელობის შერყეული ჯანმრთელობა და სპორტული ამხელა დატვირთვა ერთმანეთისთვის შეეთავსებინა, იმის მერე კიდევ უფრო დიდი პატივისცემა გამიჩნდა ამ ადამიანის მიმართ, როგორც ადამიანის მიმართ რა. მაგრამ ეს ყველაფერი ის მიღწევა, რაც არ უნდა ქონდეს ადამიანს, თუ მარადიულობაში სიხარულს არ მოგიტანს, უბრალოდ აზრი ეკარგება. ეს ერთი დაგვრჩა და მედია ეს ცალკე წასაკითხი არის.
ქრისტე აღსდგა გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მე 12 წლის ვარ. ერთი გადავხედო კიდე უარზე ხო არ არის ვინმე? გავაგრძელო? წელს პირველად ჩავაბარე აღსარება. გილოცავთ. ხო ჩავაბარეთ. ყოველთვის ვეზიარები ლოცვებსაც კითხულობ. მე პირადად არაფერი მაწუხებს გარდა იმისა, რომ ზოგჯერ ზარმაცობ ხოლმე. ტელეფონი დიდ დროს მაკარგვინებს. მამაოს დავპირდი, რომ ტელეფონის დროს შევამცირებ ნელ-ნელა. მე მინდა, რომ ჩვენი კლასი იყოს უფრო მეგობრული, არ იყოს ბულინგი და მასწავლებლები იყვნენ მეტად გამგები. მე მთელი გულით გისურვებთ ამას, რაც ამ 12 წლის ბავშვმა ისურვა, ესე იგი და მართლა მთელი გულით გისურვებთ და რაც უფრო ნაკლებ დროს დაუთმოთ, აი ტელეფონები რაზეც იყო, მით უფრო დიდი დრო დაგრჩებათ საკუთარი თავებისთვის. მით უფრო დიდი დრო დაგრჩა. აი მოდი ესე შევხედოთ საკითხს. შედეგი ჩვენ არაფერი არ გვაქვს ტყუილად ტელეფონში ჯდომის შემდეგ. შედეგი არაფერი არ გვაქვს. ეს დრო ტყუილად იკარგება. იმ პერიოდში კი რაც თქვენ ტელეფონში შეიძლება გამოგეყენებინათ, რომ რაღაც წამოიწყოთ და შექმნათ. აი ჩვენი ლექტორი გვეუბნებოდა ხოლმე 5 წელიწადში თქვენზე კარგად ის საქმე არავის არ ეცოდინება. თქვენ უკვე ის სასაკი გაქვთ, რომ წამოიწყე რაღაცა ისწავლე. სკოლაში იმიტომ კი არიარო, რომ მასწავლებელს მოუყვე რაღაცა. იმიტომ მიარე, რომ შენ რაშიც გინდა რომ განვითარდე, აი ისინი ისწავლე უფრო მეტად. და რაღაც შეიძლება ხელსაქმე ისწავლო, რაღაცა მიმართულებით უნდა წავიდეს და აღმოაჩენს, რომ ის 4 თუ 3 საათი ტელეფონთან ერთად გატარებული აკარგვინებს აი ამ სასიცოცხლო დროს და უნარებს და ენერგიას ადამიანს, რომელი უნარები და ენერგიაც შეგეძლოთ გამოგეყენებინათ თქვენი ოცნებების ასახდენად. და რეალურად რა გამოდის? ტელეფონი ჩვენ გვაკარგვინებს იმას, რომ ჩვენი ოცნებები რეალიზდნენ და განხორციელდნენ. იმიტომ რომ ეს ოცნებები თავისით კი არ ხდებიან და ბედნიერება თვალდახუჭული კი არ დადის და ვიღაცა შეხვდება და ვიღაცას არა. იშრომებ, შეგხვდება. თუ არ იშრომებ და ტყუილად გაფლანგავ დროს, დაკარგავ დროსაც, ენერგიასაც, შეიძლება მხედველობასაც, სამწუხაროდ ესეთ შემთხვევებიც არის უკვე და ფსიქოლოგიურადაც ბევრად აზიანებს. ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, მაგრამ უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ დიდი საცდურია. პატარები კი არა, დიდებიც, აი მე ჩემი თავით დამიჭერია, რომ რაღაცა ძალიან დიდი ხანი შემიყოლა იმან. და მე რას ვატყობ ჩემს თავს, იცით? იმან კი არ ამავსო რაღაცით, პირიქით გამოვიფიტე. აი წიგნი გავსებს, ადამიანებთან ურთიერთობა გავსებს, ისიც ზომიერი. თორე უზომო ლაყბობა და ლაპარაკი არაფერს არ გავსებს. წიგნი გავსებს, აი რო ფიქრობ რაღაცას, ესეც ძალიან კარგია, მაგრამ აიქრო ზედაპირულად ათვალიერებ რაღაცებს, ეს ძალიან ცუდია. თან ეშმაკი ნახე როგორი დახელოვნებულია. თქვენ ახლა რო შეგხვდებათ 10 წუთიანი, 15 წუთიანი ვიდეო, იმას აღარ უყურებთ. ძირითადად თუ რაღაცა გრანდიოზული და ესეთი შემაშფოთებელი სათაური არ აქვს, შეიძლება არ ჩართო. 2 წუთიანზე ფიქრობ, უცბად გავა, 1 წუთიანზე მით უფრო მეტად. უცბად გავა, მოდი უყურებ რა არის. იმ 1 წუთიანს კიდე ეგეთი მოყვება, კიდე ეგეთი და საბოლოო ჯამში შეიძლება 2 საათი ისე ისდე, რომ 2 საათიანს არ ჩართავ. თუ დააკვირდებით, ეგრეთ წოდებული ბესტსელერები, წიგნები, რომ გამოდის, დღეს აღარ გამოდის ერთი მთლიანი წიგნი. პატარ-პატარა ქვესათაურებით. თუ დააკვირდებით და აი ეგენია, რომელიც ყველაზე მეტად იყიდება. რატო? იმიტომ რომ ჩვენ აღარ ყოფნის ნებისყოფა რაღაცა დიდ შევეჭიდოთ. აი პატარ-პატარები გვიადილდება. და აი ამ პატარ-პატარებით ჩვენ უნდა ჩვენთვის სასიკეთო რამე გავაკეთოთ და რა კონკრეტულად. დღის განმავლობაში რომ წაიკითხო 10 გვერდი რომელიღაცა წიგნი, აი მხატვრული ლიტერატურა. დღის განმავლობაში 10 წიგნი. ჩვენ გადავთვალეთ, გამოვიდა სადღაც აი 7-8 წიგნი, აი ასეთი სქელტანიანი წიგნი გამოვიდა 7-8 წიგნი. წელიწადის განმავლობაში. დღეში რომ მხოლოდ 10 გვერდი იკითხო. 10 წელი რო გავა, 80 წიგნი უნდა გქონდეს ეგეთი წაკითხვა. ახლა თქვენ დავუშვათ 12, 13, 15 წლისები ხართ. 10 წელი რო გავა,
შეიძლება არ გქონდეთ ეგ 80 წიგნი წაკითხული, თუ ყოველდღიურად აი მას არ გააკეთებთ, რაც თქვით. და გქონდეთ გატარებული ტელეფონში უამრავი საათი, უამრავი დღე და შედეგი არაფერი. სერვაი თქვენს თავს დაუთმეთ ის დრო, ეშმაკებს, უთმობთ იმ დროს. იქნება წარმატების ერთ-ერთი საწინდარი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და ბოდის გიხდით თუ დაგღალეთ. აი ამ საუბრით. მადლობა სოფოს, რომ მე თქვენთან ერთად შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა.